პროცესები, რომელსაც და ნაბიჯები, რომელსაც ახლად გამს ქართული ოცნება. ეს არის საფრთხის შეგრძნება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით? დიახ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ 29 აპრილს ბიზნესმენებმა დაანონსა დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. დიქტატურის დამყარება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა არის რადიკალურად განსხვავებული, რომელთაც აქვს სამოქალაქო შეგრძნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სწრაფვა თავისუფლებისკენ და თავისუფლების გამოცდილება არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, რომელზედაც მაგალითები მოყავთ ხოლმე, ხო? ბელარუსში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ იქ მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ საზოგადოება არ იყო შექმნილი, როდესაც დიქტატურული რეჟიმი დამყარდა. ამიტომ დიქტატურის დამყარება ჩვენაირ ქვეყანაში არის ძალიან რთული. ამას ჭირდება მთელი ველის მოსუფთავება, თუმცა არ არსებობს სახელმწიფო რესურსი ამის განხორციელების. ანუ ერთადერთი, რასაც ივანიშვილი ფსონს დებს, რაზეც ივანიშვილი ფსონს დებს, ეს არის რომ ჩვენ არ ვირწმუნებთ ჩვენ ძალას, არ ვირწმუნებთ თუ რამდენად სუსტია სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმი და გადავწყვეტ ჩეტევაზე. ამის გამო დააკავა მაგალითად ლევან ხაბეიშვილის. სწორედ რომ იმის გამო რომ ეს განცდა გააჩინა ხალხში, ეს რწმენა გააჩინა, ხელი შეუწყო მარტო თვითონ არ იყო რა თქმა უნდა ბატონ პაატაბურჭულაძეს აქვს თავის დამსახურება სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს, რა თქმა უნდა რუსთავოზე მდგარ ხალხს, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი იყო აი ბოლო თვეების მანძილზე ამ დღის ესრიგის მთავარი შემქმნელი. ნუ ელენ ხოშტარიას რა თქმა უნდა ხალხო ელენ ხოშტარია და სხვა პოლიტიკოსებიც იყვნენ ამ შეუგუებლობის უკვე ავანგარდში, ხო, ამდენი თვის და წლის მანძილზე. ამიტომ ძალიან მარტივად არის სინამდვილეში საქმე. ივანიშვილს არ გააჩნია შიდა რესურსიც იმისთვის, რომ ეს დიქტატურა დაამყაროს, იმიტომ რომ თუ ვინმეს გონია, რომ ყველა ზონდერია, ვინ ძალოვან სტრუქტურაშია დარჩენილი, ნებისმიერ ტიპის ძალოვან სტრუქტურას გულისხმობ, იქნება ეს მით უმეტეს ქართული არმია ახსენეს, ხო, ბოლო პერიოდში, მათ შორის ქართული პოლიცია იქნება გდდ-ს თანამშრომლებიც კი. ყველგან არიან ადამიანები, რომლებაც იმიტომ არ დაიწყეს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა, რომ ყოფილიყვნენ რუსული ტიპის დიქტატურის, ასე ვთქვათ, ძალოვანი ხელები. ამის გამო მათ არ დაუწყიათ მუშაობა. ამიტომაც, როდესაც მათ კარგად დაინახეს, რომ თორნიკე რიჟვა ჯერ ესეთ სანქცირებული 70%-ზე მეტი უბრალოდ მოიშორეს. მე კარგად დაინახეს, რომ თორნიკე რიჟვაძეს ეხა თვითონ ასროლინეს თუ ესროლეს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, სასიკვდილოდ გაიმეტეს, ხო? როდესაც ნახეს თუ როგორ წაშალეს ფოტოები და მართლა საუკეთესო კომუნისტურ სტილში როგორც ხდებოდა ხოლმე, რომ ერთი წინა დღეს იყო რეჟიმის მთავარი მსახური და მეორე დღეს ყველა მასზე უარს ამბობდა და იყო ხოლმე კრიტიკის ხარისხში გატარებული კონკრეტული ადამიანი, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძე იყო ამ შემთხვევაში, ხო, რვაშვილის მამა იყო, რაღაც დიდი ქართველი იყო და დღეს არის უკვე ყველას მიერ დაგმობილი, ხო? ანუ ეს ბედი რომ ელოდებოდა, წარმოიდგინეთ ივანიშვილის ყველაზე ახლო წრეს, ვინც 10 წლების მანძილზე მას მოყვებოდა. ხა წარმოიდგინეთ სხვა ადამიანები რას ხვდებიან, რომ მათი ბედი როგორი დაუცველია და მომავალში რაოდენ სახიფათო არის მათთვის ამ რეჟიმში. ამიტომაც არის რომ რასაც ამბობდა სხვათა შორის ლევან ხაბეიშვილი, ეს მართლა ასე არის, რომ ბიზნესმენშულზე მისი ბანდის შიგნით არის დაწყებული უკვე შიშით ასე საუბრები, რომ ეს კაცი ცოტა უკვე მათთვისაც ხდება ძალიან საშიში და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უკვე ბანდის შიგნითაც ეჭობენ. ამიტომ ეს არის გამოსაყენებელი და ჩვენ როცა ვამბობთ 4 ოქტომბერს, რახან რეალურია ეს შანსი, რახან ივანიშვილმა ირწმუნა მისი მარცხის, რახან მისი ბანდის წევრებმა კარგად იციან სინამდვილეში რომ არაფერზე არ დგანან და ძალოვან სტრუქტურებზეც ვეღარ დგანან, როგორც თქვა ერთი წლის წინ იდგნენ. ამის გამო დააკავეს ლევან ხაბეიშვილი და დაიწყეს კიდევ უფრო ძიმე რეპრესიები. თქვენ საუბრობთ ოცნების რესურსის ნაკლებობაზე, დარჩნენ ხელისუფლებაში, როგორც ეს მათ დაგეგმილი აქვს და ყველა არჩევნებზე ხედავთ, რომ ყოველწლიურად ზრდიან ვადას, რომელსაც აანონსებენ, როდემდეც უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. თუმცა, აქ არის მთავარი კითხვა, როდესაც 4 ოქტომბერზე ვსაუბრობ და მოდით შევთანხმდეთ, რომ მოლოდინები საზოგადოებაში ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შეიქმნა. კითხვა ასეთია, გავიგეთ ოცნების რესურსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. კითხვა ასე ჟღერს, რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რა რესურსი აქვს საზოგადოებას, რომ შეცვალოს ის რეჟიმი, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. დიახ, აი მიხეილ სააკაშვილის წიგნს ქვია ძალის გამოღვიძება და როდესაც ის ვარდების რევოლუციის შემდგომ ინტერვიუს ძალიან ხანგრძლივი ინტერვიუა და ყველას ურჩევდი მოусმინოს. საუბრობს ძალიან მარტივ რაღაცაზე. რომ რაღაც მომენტი არის ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც პარტიებზე კი აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა. თითოეულ ადამიანს და ქართულ ხალხს აქვს მნიშვნელობა და ის ძალის გამოღვიძება რატო დაარქვა, რომ ეს ძალა ქართულ ხალხში რეალურად არსებობს. უბრალოდ მთელი ამ საუკუნეების მანძილზე რუსეთი ცდილობს, რომ ამ ძალაში დავეჭდეთ, თქვათ, რომ აღარ გვაქვს ეს ძალა, რომ რუსები თუმე უფრო ძლიერები არიან, მათი მეხუთე კოლონაც უფრო ძლიერია და უარი ვთქვათ ბრძოლაზე და სინამდვილეში რა მოხდა? მარტივად გეტყვით. ჩვენმა აი ამ მედგარმა ბრძოლა, ოღონდ პარტიების ბრძოლამ კი არა. პარტიების გასაგებია, რომ ჩვენ არ შევედით პარლამენტში, არ მივეცით ლეგიტიმაცია და საერთაშორისო დელეგიტიმაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ, მაგრამ პირველ რიგში ქართული ხალხის ბრძოლამ იმან რომ საჯარო სამსახურიდან მოუწიათ ძალიან ბევრი ადამიანის გამოშვებამ, ასეულობით ადამიანის წამებამ რომ მოუწიათ, ათეულობით ადამიანის პოლიტიკურ პატიმრობამ რომ მოუწიათ. ამან სინამდვილეში რეჟიმი უაღრესად დაასუსტა და ქართული ხალხი გამოჩნდა რომ დიახაც ეს ძალა ისევ გამოღვიძებულია, ისევ შეგვიძლია რომ წავლეკოთ ანტიქართული მოღალატეობრივი რეჟიმი და
როდესაც ჩვენ საუბრობთ ნოემბრის შემდგომ შექმნილ სიტუაციაზე, ნოემბერში რა დონეზეც იყო ივანიშვილი, ამაზე ორჯერ უფრო სუსტი არის დღეს, მთელი ძალოვანი ვერტიკალი არის ჩამოშლილი. მე მინდა რომ ადამიანებს კარგად გავაგებინოთ, აი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ თანამშრომლებთან გაქვთ ხოლმე ინტერვიუები, ხო? მათ შორის წინაზე ვნახეთ, გუშინაც ვნახეთ თქვენი ეთერის მეშვეობით მსგავს ადამიანთან ინტერვიუ, ხო? ანუ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ წლების მანძილზე, როდესაც კონკრეტულ ადამიანებზე დგას ძალოვანი სტრუქტურები, ამ ადამიანების გადაკიდება, ამ ადამიანების დაკავება, ამ ადამიანების სასიკვდილოდ გამეტება, რას გულისხმობს? ამის შემდგომ ძალოვანი სტრუქტურების დალაგებას და ვერტიკალის გასწორებას სჭირდება თვეები თუ წლები არა და ეხა გვაქვს ამის შანსი, იმიტომ რომ სინამდვილეში რეჟიმი არის სანქცირებული, რეჟიმი არის მართლა ერთმანეთთან დაპირისპირებული და ჩვენ უნდა ვირწმუნოთ და გადავიდეთ 4 საათი. ჩვენ ძალა გვაქვს ამის ღრმად მწამს ადამიანები ისეთი გაბრაზებულები არიან როგორც არ ყოფილან და მათ შორის რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარტის კანონის დროს იყო მოლოდინი კონკრეტულ არჩევნებზე. მე არჩევნების დროს იყო მოლოდინი რომ აი ხა მაინც უკან დაიხევენ და ეხლა თელმა საქართველოს გააცნობიერა რომ ეს ადამიანი არის ოლინზე შემოსული, მას სურს დიქტატურის დამყარება, მას სურს რომ მილიონერების მიერ მართული ღარიბი ქვეყანა ვიყოთ. უკვე აღარ ერიდებიან არც ღარიბ ადგილებში ფერარებით სიარულს აღარ ერიდებიან უკვე ღიად იმის დემონსტრირებას რომ დიახ აი ჩვენ ჩანთა გვაქვს რომელიც ასეთი ძვირფასია და თქვენ უნდა იცხოვროთ სიგარებეში და აღარც მალავთ არაფერს და მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს დავუჭერთ, ვინც ჩვენ დაგვიპირისპირდნენ. ანუ საერთოდ არაფერს აღარ მალავენ, გვაფურთხებენ, ანუ პირდაპირ ეთერში შტაბიდან გამოსული ადამიანები იქცევიან ბარბაროსულად, ანუ მასობრივად გენიტალიებზე ეს ჩვენება ეს რაღაც საოცრება იყო, რომელიც ანუ არაფერს აღარ თავის სახეს აღარ მალავენ. ამიტომ ჩვენ ამათ ბეგუებით ან ვახდენთ მშვიდობიან რევოლუციას 4 ოქტომბერს. ეხლა თქვენ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტი გაიხსენეთ და ჩვენ შემდეგ ჯერზე იქ გამართულ აქციაზე ვნახეთ, რომ როდესაც ხალხი იყო ბევრი, კალაძის ოფისთან არ გამოჩენილა არც ერთი შტაბის თანამშრომელი თუ ტიტუშკა, როგორც თქვენ მათ უწოდებთ. 4 ოქტომბერი 4 საათი. რას ვნახავთ ჩვენ? იქნება ბევრი ხალხი, იქნება ხალხი, რომელიც შეიკრიბება და პროტესტი არ შეწყდება მანამ სანამ არ იქნება შედეგი. შეცვალა რამე ხაბეიშვილის დაკავება? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბევრს თუ გაუჩნდა ეს კითხვა, მე შემიძლია მარტივად უპასუხო. ლევან ხაბეიშვილმა თავისი საქმე გააკეთა იმ ხრივ რომ შექმნა დღის წესრიგი. ლევან ხაბეიშვილის ახლა განეიტრალება ნიშნავს იმას, რომ არ არის ახლა უკვე სიგნალი არის გადაცემული და რა თქმა უნდა ლევან ხაბეიშვილის დაკავება ჩვენთვის რა თქმა უნდა მძიმე თემა იყო, მეგობრის როგორც ჩემი თანამებრძოლის, მაგრამ ლევან ხაბეიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ის საქმე რომელიც გასაკეთებელი იყო, მისი უდიდეს ნაწილი გაკეთებულია. ჩვენ უბრალოდ ერთადერთი რაც დაგვჩენია არის რწმენა იმის, რომ შეგვიძლია შეცვლა და საქართველოს დროშებით უნდა გამოვიდეთ ყველა და მე პირდაპირ ვიძახი და ეს ძალიან კარგად არის ცნობილი თვითონ ივანიშვილის რეჟიმისთვის და ამიტომ დააკავეს ლევან ხაბეიშვილი და ამიტომაც კარგად ხვდებიან მათ ხო ძალიან კარგად იციან განწყობები სინამდვილეში ხალხში. ისეთი ხალხი გამოდის 4 ოქტომბერს, რომელიც არ გამოსულა, შეიძლება ზოგი წლები არ გამოსულა. ამიტომ ძალიან მარტივი ფორმულა გახოთ. კიდევ ბევრი ისეთი რამე მოხდება, რაც ჩვენ ბრძოლას ხელს შეუწყობს. მათ შორის საჭიროა 4 ოქტომბრამდე მოხდება? დიახ, 4 ოქტომბრამდეც და 4 ოქტომბერსაც. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოდ წვენით ახსავსენი, უნდა გვჯეროდეს, რომ ივანიშვილს უფრო მეტად კი არ უყვარს პრივილეგიები და მის ბანდას უფრო მეტად კი არ უყვარს პრივილეგიები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია გვიყოთ მეტნი, უფრო მედგრები და დავამარცხოთ ეს ანტიქართული მოღალატეობრივი რეჟიმი. ამის რწმენაზეა საქმე. რამდენჯერაც ეს ქართულმა ხალხმა ირწმუნა, იმდენჯერ გაიმარჯვა, როგორც ვარდების რევოლუციის დროს, ისე 9 აპრილის დროს და ეხლა სუსტია რეჟიმი, ისეთი სუსტია, როგორც აღარც იყო, არც ყოფილა და არც იქნება, თუ ჩვენ არ ვირწმუნებთ ჩვენი თავის. იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეჟიმს ძალოვანი გეგმები აქვს მიზანი, რომ ხაბეიშვილის დაკავებით გეგმები ჩაშლილიყო 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ვერ შესრულდა და არ ვერ მოხდა მარტო ლევან ხაბეიშვილი არ იყო ჩართული ორგანიზატორულ საქმიანობაში, იქ არის ბატონი პატა ბურჯულაძე, მისი გუნდიც, ასევე არის სხვა ადამიანების და ზოგადად ეს პროცესი არის დაწყებული ივანიშვილის მხრიდან. ეს ნაბიჯი ხაბეიშვილის დაკავება იყო მარცხის აღიარება, მან კარგად იცოდა, რომ უკვე ვერ აჩერებდა ამ ტალღას, ამის გამო ხაბეიშვილი დააკავა, ამით აღიარა, რომ 4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუცია არის აბსოლუტურად რეალისტური. ეხლა ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ეს ყველაფერი და ამიტომ ყველას მოუწოდებ, ვისაც აღარ შეგიძლიათ ივანიშვილის ატანა. მართლა აღარ შეგიძლიათ, ვისაც აღარ შეგიძლიათ იმის მოსმენა, როგორ გვაქებენ სეპარატისტები, კრემლის ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, გეგმის ნაწილი, რომელზეც ხაბეიშვილი და გუშინ მათ შორის სოფო ჯაფარიძეც საუბრობდა, შესაძლოა დღეს ადვოკატმა დღეს გამოიტანოს ციხიდან. გეგმის ნაწილი? გეგმის ნაწილი გასაჯაროვდებაო და ლევანი ამას გამოაგზავნისა და არა, ზოგადად რა თქმა უნდა უფრო მეც გაიგებს ხალხი
რაც უფრო გავა დღეები, თუმცა კიდევ ერთხელ ვუმეორ, იმის ფუფუნება ივანიშვილს და მის ბანდას, რომ ჩვენ რაღაც ყველაფერი წინასწარ ვთქვათ, არ ეკნებათ და ალბათ ყველა ხვდება ამას, რომ მსგავსი მოლოდინი არ უნდა ქონდეს, უბრალოდ მარტივია, ძალიან მარტივი არის, ორ პოლიტიკურ კომპონენტზე გავაკეთებ მარტო აქცენტს და დავასრულებ, რომ რაც ხალხმა უნდა იცოდეს. ჩვენ არასოდეს ესეთი ძლიერები არ ყოფილვართ, არასოდეს არ ქონია ესეთი შეგრძნება, რომ დიახაც ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, რომ ანწუხელიძე PR შეეწირა, საქართველოს შეეწირა. აი ამ ყველაფრის გარკვევა ხდება 4 ოქტომბერს და მეორე ესეთი სუსტი ეს რეჟიმი არ ყოფილა. ამიტომაც არიან გადმოსულები ესეთ ძიმე რეპრესიებზე, იმიტომ რომ არაფერზე აღარ დგანან და ერთადერთი ეს გადარჩენიათ. მადლობა. მადლობა ირაკლი ფავრენიშვილი, ნაციონალური მოძრაობის